ქრისტიანების დაცვის მოტივით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ნიგერიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყოს. ამერიკის პრეზიდენტმა ისლამისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ საბრძოლველად სამხედრო მოსამსახურების მზადყოფნას განაცხადა და იქ ჯვარების განლაგების შესაძლებლობა დაუშვა. ომის დეპარტამენტში გეგმის შემუშავება დაიწყო. ტრამპი დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოს მოუწოდებს ქრისტიანების დახოცვა აღკვეთოს, სხვა შემთხვევაში ყველა სახის დახმარების შეწყვეტით იმუქრება. ნიგერიის მთავრობის პოზიცია, რომ ჯიჰადისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ქმედება ერთობლივად უნდა განხორციელდეს. დონალდ ტრამპის მტკიცებას, რომ მშვიდობის მყოფელი პრეზიდენტია და პრეზიდენტობის დროს შეერთებული შტატები ომში არ შეუყვანია, როგორც ჩანს გამოცდა ელის. ამ გამოცდას შეერთებული შტატების პრეზიდენტი აფრიკის კონტინენტზე ნიგერიაში ჩააბარებს. დონალდ ტრამპმა შესაძლოა აფრიკის კონტინენტზე უპრეცედენტო სამხედრო ოპერაცია დაიწყოს, რომლის მიზანი ნიგერიაში ქრისტიანული თემის დაცვა იქნება. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ნიგერიის ხელისუფლებას აფრთხილებს, სწრაფად მიიღოს ზომები ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ. სხვა შემთხვევაში ოპერაციის დაწყება გარდაუვალი იქნება. შესაძლოა ბევრი რამ იყოს, ბევრ რამეს წარმოვიდგენ. ნიგერიაში ქრისტიანების რეკორდულ რაოდენობას კლავენ და სხვა ქვეყნებშიც ძალიან ცუდად არიან. თქვენ ეს იცით, მსოფლიოს ეს ნაწილი ქრისტიანებს კლავს და მათ დიდი რაოდენობით კლავს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოს 220 მილიონზე მეტი მოსახლეობა თითქმის თანაბრად არის გაყოფილი მუსლიმებს და ქრისტიანებს შორის. მუსლიმები ქვეყნის ჩრდილოეთით, ქრისტიანები კი სამხრეთში ცხოვრობენ. ნიგერიის მთავრობა მიესალმება შეერთებული შტატების დახმარებას ისლამისტ მეამბოხეებთან ბრძოლაში, თუ მისი ტერიტორიული მთლიანობა დაცული იქნება. ნიგერიის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არის რელიგიური ტოლერანტობა და რომ უსაფრთხოების გამოწვევები გავლენას ახდენ სხვადასხვა რწმენის და რეგიონის ადამიანებზე. ჩვენს ჯარისკაცებს აქვთ ამის გამკლავების უნარი. ამიტომ ამერიკელი ჯარისკაცების ჩექმები ადგილზე არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება აპარატურა, აღჭურვილობა, წვდომა ამ ყველაფერზე, რაც ჩვენს სამხედრო ძალებს დაეხმარება და რამდენიმე პარამილიტარი და სადაზვერვო აგენტი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამგვარად ინფორმაცია ან მოსაზრება, რომ ნიგერიაში ქრისტიანების დევნა ან გენოციდი მიმდინარეობს, მცდარია როგორც წინაპირობიდან, ასევე დასკვნიდან გამომდინარე. ის არ არის დადასტურებული მონაცემებით. ჯიჰადისტური დაჯგუფებები, როგორიცაა ბოკო ჰარამი და ისლამური სახელმწიფო დასავლეთ აფრიკის პროვინცია, ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 10 წლეულზე მეტია ქაოსი იწვევენ. დაჯგუფებების ძალადობას ქრისტიანებთან ერთად ბევრი მუსლიმიც ემსხვერპლა. ქრისტიანულ თემზე ერთ-ერთი ასეთი თავდასხმა 2022 წლის 5 ივნისს მოხდა, როდესაც შეიარაღებული პირები კათოლიკურ ეკლესიას საკვირაო წირვის დროს დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები. ნიგერიის ქრისტიანი ლიდერები ტრამპის ინიციატივას მიესალმებიან ჩაერიოს რელიგიური ძალადობის საკითხში, თუმცა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობაზეც საუბრობენ. რასაც ზოგიერთი ჩვენგანი არ დაუჭერს მხარს არის ის, რომ ვინმე გადაწყვეტს ვინ უნდა იყოს ჩვენი ლიდერი. ეს აშკარად ნიგერიის საქმეა, მაგრამ თუ ისინი გვახსენებენ, რომ ის რაც მიღებულია ჩვენს კონსტიტუციაში, რაც მისაღებია სხვა სტანდარტებით, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. თუ ვიტყვით, რომ არ უნდა გააკეთონ ეს, მაშინ ასევე უნდა ვთქვათ, რომ ამერიკას ჩვენთან არაფერი საერთო არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ მათი დახმარება და ვთქვათ, რომ არ უნდა ღელავდნენ ჩვენ შორის არსებული პრობლემების გამო. ცენტრალურ ნიგერიაში ხშირია შეტაკებები ძირითადად მუსლიმ წყემსებს და ძირითადად ქრისტიან ფერმერებს შორის წყალსა და საძოვრებზე წვდომის გამო. რადიკალურად განწყობილი დაჯგუფებების თავდასხმები ნიგერიაში რომ უნდა დაცრულდეს, ამას ქვეყნის მოქალაქეებიც ეთანხმებიან. რაღაცების გაკეთებაა საჭირო, ეს ცუდია და თუ რამე არ გაკეთდება, ეს გაგრძელდება, რადგან ნიგერია, რომელსაც ვიცნობ არაპირებს მალე გაჩერებას. ასე რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების შემოსვლა, რადგან ეს უკვე რამდენიმე წელია ხდება და არაფერი კეთდება. თუ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მათ სურთ შემოსვლა, ისინი უნდა შემოვიდნენ და ამაში ცუდი არაფერია. ტრამპის ბრძანების შემდეგ ომის დეპარტამენტი მოქმედებისთვის მზადება შეუდგა. შეერთებული შტატების სამხედრო უწყებაში ულტიმატუმს აყენებენ, რომ ან ნიგერიის მთავრობა დაიცავს ქრისტიანებს, ან შეერთებული შტატების სამხედრო ძალები დახოცავენ ისლამის ტერორისტებს. ტრამპმა ნიგერია განსაკუთრებული შეშფოთების ქვეყნად გამოაცხადა მისი ქრისტიანი მოსახლეობისთვის ეგზისტენციალური საფრთხის გამო. ნიგერიაში არ ეთანხმებიან, რომ ქრისტიანების გენოციდი ხდება. ეს ქრისტიანების გენოციდი არ არის, რადგან ფაქტები ამას არ ადასტურებს. თუ დააკვირდებით იმ ტერიტორიებს, სადაც ეს კონფლიქტი მძვინვარებს, თუნდაც მხოლოდ ბორნოს შტატი ავიღოთ, ამ თემების უმეტესობა მუსლიმებით არის დასახლებული.
ასე რომ ბოკო ჰარამის ძალადობის მსხვერპლთა უმეტესობა მუსლიმია. სწორედ ამიტომ ვთქვით, რომ არასწორია. არ არის კარგი, არ არის სასარგებლო ამ კონფლიქტის რელიგიამდე შეზღუდვა. ასე რომ ამის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია. და თუ მთავრობა ამას ვერ გააკეთებს, მოქალაქეებს ვერ დაადანაშაულებთ, თუ ისინი ამას ქრისტიანების გენოციდად, მუსლიმების გენოციდად თუ სხვა რამედ მიიჩნევენ. რაც შეეხება ნიგერიელებს, მათ უბრალოდ სურთ ძილის დროს ორივე თვალი დახუჭული კონდეთ. ტრამპის მუქარამ ნიგერიაში შეშფოთება გამოიწვია. სოციალურ მედიაში ბევრმა მომხმარებელმა მოუწოდა მთავრობას გააძლიეროს ბრძოლა ისლამისტურ დაჯგუფებებთან, რათა თავიდან აიცილოს ქვეყანაში უცხოელი ჯარების გაგზავნა. ნიგერიას ტრამპმა ცოტა დრო მისცა, თუმცა ვაშინგტონის გეგმების შესახებ დაწვრილებით ჯერ არაფერია ცნობილი.